მოგესალმებით ჩემო TikTok და YouTube გამომწერებო. დღეს გვექნება პატარა unboxing-ი და ამ ნივთების განხილვა, ასე რომელსაც unboxing-ს ჩავუტარებთ. მოდი დავიწყოთ შედარებით ისეთი უმნიშვნელო ნივთით, რომელიც გახლავს ასეთი მიკროფონი, რომელიც უნდა შეაერთოთ device-ზე და შემდგომ იწყებს მოქმედებას და ახლა გავხსნით ამას თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. და ვნახავთ. თქვენთან ერთად ვხსნი, როგორც აღვნიშნე პირველად და გვხვდება შეფუთვაში, რომელსაც ეხლავე განახებთ. არის მსგავსი ტიპის მიკროფონი, როგორც აღვნიშნე, უნდა შეაერთოთ device-ზე და შემდგომ იწყებს მოქმედებას და ასევე მოყვება დააბცავი სათადარიგო, რომელიც უზრუნველყოფს ქარში ხარისხის არ დაკარგვას და შენარჩუნებას. ახლა კი ცოტა ხანში დაგიბრუნებით, გადავალთ შემდგომ ნივთზე. გადავედით შემდგომ ნივთზე, რომელიც არის GoPro-ს ტიპის ასეთი კამერა, რომელიც მახასიათებლებშიც თუ ჩავიხედებით, ჩვენ გავიგებთ, რომ იძლებს 30 მეტრის სიღრმეზე წყალში, ასევე სრულ დამუხტვაზე მუშაობს საათი და 50 წუთი, თითქმის 2 საათი და აქ არის თუ რა მოყვება მას დასამაგრებლები, ბრონი, ასევე ბაიკზე დასამაგრებელი, ველოსიპედზე დასამაგრებელი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვინც გვადევნებს თვალყურს არხზე, გეცოდინებათ, რომ იგეგმება გასულითი ვიდეოები, ვლოგების სახით, რომელშიც გვეყოლება სტუმრები და სტუმრებთან ერთად ასევე გვექნება სხვადასხვა პოდკასტები სხვადასხვა თემებზე, რომელზეც სხვადასხვა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. თვითონ კამერა გამოიყურება, მეგობრებო, ასე. ეს არის დამცავი, ეს დამცავი უნდა გაიხსნას შემდგომში და შიგნით იდგმება ჩიპი, ეგრეთ წოდებული მეხსიერების ბარათი. მეხსიერების ბარათი უკვე რო შევიძინე ჩავდეთ, მაგას სხვადასხვა ვიდეოებშიც განახებთ. ახლა კი ჩავიხედოთ უშუალოდ ყუთში, თუ რა მოყვება და მოყვება თუ არა ისინი, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ყუთი გამოიყურება ასე, აქედო უშუალოდ ეს კამერის device და შემდგომი პატარა ყუთი, მინი ყუთი, რომელსაც ეხლავე გავხსნით და თუ გავხსნით, მართლა დაგვხვდება სათადარიგო დასამაგრებლები, რომლებიც შეგიძლიათ დაამაგროთ და გამოიყენოთ როგორც მოპედზე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველოსიპედზე სიარულის დროს რომ გადაიღოთ. ასევე არის აქ პატარა წებოვანი რაღაც ფურცლებივით, რომელიც უშუალოდ რაიმე ზედაპირზე შეეძლებთ ამით მიამაგროთ თქვენი მოწყობილობა. მოდი ვნახოთ რა არის. ეს როგორც გითხარით, უკანა ჩარჩო მოყვა სათადარიგო და გვაქვს კიდევ დასამაგრებლები. ეს დასამაგრებლები არის ჩაფხუტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩამოსაკიდებლად. და აქ დაგვხვდება კიდევ რა თქმა უნდა სატენი, რომლითაც უნდა დატენოთ. კონკრეტულად ამ მოდელს ჭირდება დაახლოებით 1 საათი, აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და როგორც გითხარით, ნელ-ნელა ჩავალაგოთ და როგორც გითხარით, უამრავი ვლოგები გველის წინ, სხვადასხვა ადგილებზე, ისტორიული განხილვები,
და ასე შემდეგ. ასევე გვექნება უბრალოდ ტურებიც, ესე ვთქვათ, შემეცნებითი ტურები, შემეცნებითი ხასიათის, რა თქმა უნდა, სადაც ვისაუბრებთ კონკრეტულად ამა თუ იმ ადგილზე, რა ისტორიული დატვირთვა აქვს, რაც ემსახურება ბოდა იმ პერიოდში, რა დანიშნულება ჰქონდა ამა თუ იმ ადგილს, ეს ნასოფლარებზე მაქვს საუბარი, ასევე იქნება ძველი ციხე, სადაც იყო ციხესიმაგრეები, მაგათი მიმოხილვა და ჩვენ ერთად გავიცნობთ უკეთესად ჩვენს სამშობლოს. ნამდვილად არ ვიცი ახლა რამდენად გასამართლებელია ის ფაქტი, ჩემთვის პირადად მიუღებელია, როდესაც ადამიანს საკუთარი სამშობლოა გაქნონახი და სხვა ქვეყანაში მიდიხარ. პირველ რიგში უნდა იყოს ახალგაზრდებში პატრიოტიზმი, მესმის შეიძლება რაღაცის შესაძლებლად მიდიოდეს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ისევ ვერაფერს შეადარებ თუ თვითონ არ გაქვს საკუთარი სამშობლო ნანახი. ასე რომ ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაცის შედარებაზეა საუბარი, ორივეზე უნდა გქონდეთ, მეგობრებო, საკმარისი ცოდნა, მინიმალური ცოდნა მაინც, რომ შევძლოთ ამა თუ იმ თემაზე საუბარი. ეხლა კი მოდი გადავიდეთ შემდგომ და დღეისათვის ბოლო ნიუცზე, თუმცა არც ისე უმნიშვნელოზე, ვინაიდან ეს არის ადაპტერი. როდესაც ჩიპზე, მეხსიერების ბარათზე გვექნება ვიდეო, ეს შეგვიძლია აქ იდება მეხსიერების ბარათი, არ ვიცი წესით უნდა ჩანდეს მეხსიერების ბარათის შესაძლებელი მოსათავსებელი ადგილი, შემდგომ ეს ერთდება ეს ჩემი ახლა არის Android-ის მოწყობილობაზე და ასევე მე უკვე მოწყობილობაზე უნდა გადაიტანოთ მოწყობილობის მეხსიერებაზე, device-ის მეხსიერებაზე, ესა თუ ის ვიდეო ფოტომასალა და შემდგომ უკვე შეძლებთ ატვირთვას. მადლობა ყურადღებისთვის, დღეისათვის სულ ეს იყო, ბოლოსათვის კი გეტყვით, შეგახსენებთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილად კი თქვენი აქტიურობა ნამდვილად მნიშვნელოვანია და შემოგთავაზეთ რა თემებზე ისურვებდით საუბარს. ყველას კომენტარს, რა თქმა უნდა, მიექცევა ყურადღება და იქნება გათვალისწინებული. უცეთ ერთმანეთს პატივი, დროებით მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის.